გესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. აზერბაიჯანს ჰქონდა საკმაოდ მწვავე პოზიცია დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ თავდაცვის სამინისტროს განცხადება. თუ თქვენ დააკვირდებით ამ განცხადებას, იქ აღმოაჩენთ, რომ ოფიციალური ბაქოს პოზიციაა, რომ აზერბაიჯანი იტოვებს უფლებას ყველა შესაძლო საშუალებით უპასუხოს ამ პროვოკაციას. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და ჩვენ ველოდებით დამატებით დეტალებს ამ უწყებისაგან. თქვენ იცით, რომ დაბარებული იქნება ირანის ელჩი აზერბაიჯანში ამ თემასთან დაკავშირებით განმარტებების გასაკეთებლად. რიგითი მოქალაქეები გამოთქვამენ პროტესტს მომხდართან დაკავშირებით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ესკალაციას თავიდან ავიცილებთ. რა შეგიძლიათ გითხრათ დაშავებულებთან დაკავშირებით, თუ არის ოფიციალური ცნობები, უშუალოდ რამდენი ადამიანი დაშავდა ნახიჩევანის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად? ოფიციალური მონაცემებით, რომელიც ამ დროისთვის ჩვენ მოგვეპოვება, ეს მონაცემები შეგახსენებთ, რომ ცვალებადია, არსებობს კონკრეტული ფოტოები, ვიდეო მტკიცებულებები. ბოლო ინფორმაციით აეროპორტის გარდა ზიანი მიიღო სკოლის მიმდებარე ტერიტორიამ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით არიან დაჭრილები. ზუსტი რაოდენობის თქმა ახლა არ შემიძლია დავასახელო. მადლობა ღმერთს. სხერპლი არ არის. მაგრამ რაც დღეს მოხდა ნახიჩევანში, ეს არის შემზარავი ამბავი სრულიად ქვეყნისთვის. როგორი არის ქვეყანაში, თავად ქალაქში განწყობა, იყო თუ არა რაიმე სპეციალური მოწოდება მოქალაქეებისთვის ხელისუფლების მხრიდან, რას ეუბნება ადგილობრივი ხელისუფლება აზერბაიჯანის მოქალაქეებს? მე ახლა დედაქალაქ ბაქოში ვემყოფები. თქვენ იცით, რომ ეს არის რეგიონი, რომელიც ესაზღვრება როგორც ირანს, ასევე თურქეთს. ჩვენ ფიზიკური სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს ამ რეგიონთან, მაგრამ რა თქმა უნდა, თითოეულ ადამიანს ყავს ნათესავები ჩვენს ამ რეგიონში, ამიტომ ვცდილობთ სწორედ ასეთი დისტანციური კავშირით მივიღოთ ჩვენ ინფორმაცია. მე როგორც მაქვს ბოლო ცნობები, ადგილობრივი სამხედრო დანაყოფი, რომელიც იქ არის დისლოცირებული, ისინი მოიყვანეს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში. რა შეგიძლიათ გითხრათ ირანის პოზიციაზე? ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარი ვრცელდება, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ მეზობლებს თავს არ ვესხმითო. თქვენ შეგიძლიათ ოფიციალურად თქვათ სახელმწიფო უწყებებზე დაყნობით, რომ ეს დადასტურებულად ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმა იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კონკრეტულად მინისტრის მოადგილემ აზერბაიჯანულ მედიას უთხრა, რომ ეს არ იყო ამ თავდასხმაზე მათ არ აიღეს პასუხისმგებლობა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომელ სხვა ქვეყანას შეიძლებოდა განახორციელებინა თავდასხმა ჩვენს ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ყველა ის არის ახლა ირანისკენ არის მიმართული, მაგრამ სხვა მხრივ რომ შევხედოთ ამ სიტუაციაში, ირანი გადავიდა დეცენტრალიზებული თავდასხმის სისტემაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი სამხედრო დანაყოფები ატარებენ გარკვეულ სამხედრო ქმედებებს, მათ შორის ზოგიერთ პროვინციაში ირანის, მათ აქვთ მოქმედების ავტონომია. ეს შეიძლება არ იყოს ცენტრალიზებული გადაწყვეტილება. ისინი ადგილზე იღებენ გადაწყვეტილებას, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არ შეიძლება იყოს თეირანში ცენტრალური შტაბის გადაწყვეტილება, არამედ ეს შეიძლება იყოს კონკრეტული რეგიონალური თავდაცვის დანაყოფების გადაწყვეტილება.
კი ბატონო და ბოლო კითხვას დაგისვამთ, ხომ არ ყოფილა ხელისუფლების მხრიდან რაიმე რეკომენდაციები, გაფრთხილება აი დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე მოქალაქეების საყურადღებოდ? ახლა მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, პანიკა არ არის, მადლობა ღმერთს, მაგრამ რა თქმა უნდა აზერბაიჯანის ხელისუფლება და შესაბამისი უწყებები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე, არიან გადაყვანილების სრულ მზადყოფნაში. თქვენ ძალიან კარგად აცნობიერებთ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი ომი და ჩვენ პირველივე დღედანვე კარგად გვესმოდა მასშტაბი ამ კონფლიქტის და ძალიან კარგად გვესმოდა ის რისკები, რომელიც შეიძლება დამოუკრებოდა ჩვენს ქვეყანას, აზერბაიჯანს. ჩვენ მოსაზღვრე ქვეყანა ვართ ირანთან და ასევე ირანში არიან კონკრეტული ფიგურანტები, რომლებიც ემუქრებოდნენ აზერბაიჯანის ნავთობის ინფრასტრუქტურას, ამიტომ ჩვენ ამ ყველა ამ ფაქტორს და რისკს ვითვალისწინებდით, თუმცა არანაირი პანიკა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ არსებობს, ყველა უწყება, ყველა დანაყოფი, ყველა სამსახური მუშაობს. კი ბატონო, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და იყავით ჩვენი ეთერის სტუმარი, რუსიფ ჰუსეინოვი, ანალიტიკური ცენტრის დირექტორი, გვიერთდებოდა აზერბაიჯანიდან ქალაქ